გამარჯობა. დღევანდელი სემინარი იქნება პრერეკვიზიტი ჩვენი ბოლო ლექციის, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით, ამიტომ თითოეულ თქვენგანს გირჩევთ, რომ უყუროთ ბოლომდე. ახლა კი დავიწყოთ სემინარი და პირველი, რაც უნდა განვიხილოთ, არის სიმრავლე. სიმრავლე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც რაიმე ყუთი, სადაც უბრალოდ ჩაყრილია ელემენტები. შეიძლება იყოს ერთ და იგივე ტიპის ელემენტები, მაგალითად ციფრები, როგორც პირველ მაგალითში ხედავთ, ან სხვადასხვა ტიპის ელემენტები, როგორც იმის სიმრავლეში არის გიორგი 10 და true, მაგალითად, სამივე სხვადასხვა ტიპის ელემენტია. დიაგრამის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის, როგორც წრეები, სადაც დევს ელემენტები. ეს აღნიშნული გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ მარცხნივ არსებული ელემენტი ეკუთვნის, ანუ მოიძებნება მარჯვნივ მდებარე სიმრავლეში. ცარიელი სიმრავლე არის სიმრავლე, რომელშიც არ არის არც ერთი ელემენტი, ანუ ცარიელი. დიაგრამის მაგალითზე წრე, რომელშიც არ იქნებოდა არც ერთი ელემენტი ჩანადები. ის აღნიშნება ორნაირად, მაგალითად, წრე გადახაზული ან უბრალოდ ფრჩხილები, რომელშიც არც ერთი ელემენტი არ წერია. ორი სიმრავლე ტოლია იმ შემთხვევაში, თუ ორივე შეიცავს ზუსტად იმავე ელემენტებს. ანუ როგორც მაგალითს ვხედავთ, მარცხენა და მარჯვენა სიმრავლეში არის 1, 2, 3 ეს ელემენტები, ოღონდ სხვადასხვა მიმდევრობით. რაც სიმრავლეში არაფერს არ გვიცვლის, ანუ მიმდევრობა არ გვაინტერესებს. თუ სიმრავლეში რომელიმე ელემენტი ერთზე მეტჯერ გვხვდება, არც ეს გვიქმნის პრობლემას, არაფერს არ ცვლის და იგივენაირად მარცხენა და მარჯვენა სიმრავლეები აქაც ტოლია. თუნდაც 1000 ჯერ დაგვეწერა ერთიანი, მაინც არაფერს არ შეგვიცვლიდა. მოდი ახლა გადავიდეთ ქვესიმრავლეებზე და გავიგოთ რა შემთხვევაში არის რაიმე სიმრავლე მეორე სიმრავლის ქვესიმრავლე. მაგალითში ვხედავთ ორ სიმრავლეს. პირველ სიმრავლეში არის 5 ელემენტი, ხოლო მეორეში 3 ელემენტი. და B სიმრავლე არის ასიმრავლის ქვესიმრავლე. მაგრამ რატო? იმიტომ, რომ B-ში არსებული ყველა ელემენტი მოიძებნება A სიმრავლეში. დიაგრამაზეც კარგად ჩანს ამ ორ სიმრავლეს შორის დამოკიდებულება. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ქვესიმრავლე მეორე სიმრავლეზე მკაცრად ნაკლები იყოს. შეიძლება ისინი ერთმანეთის ტოლის იყოს. ხოლო ამის ჩასაწერად გამოიყენება ქვემოთ არსებული აღნიშვნა. რადგან სიმრავლეები უკვე განვიხილეთ, მოდი გადავიდეთ power set-ზე. ანუ ყველა ქვესიმრავლის სიმრავლეზე. განვიხილოთ A სიმრავლე, რომელშიც ორი ელემენტი გვაქვს, 1 და 2 და მისი power set-ი გამოდის ამ ელემენტების ყველა შესაძლო კომბინაცია. შეიძლება საერთოდ არ ავიღოთ არც ერთი ელემენტი, ანუ დაგვრჩება ცარიელი სიმრავლე, შეიძლება მხოლოდ ერთიანი ავიღოთ, ან მხოლოდ ორიანი, ან ორივე ელემენტი. ანუ power set-ში მივიღეთ 4 სიმრავლე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ ცარიელი სიმრავლე არის ყველა სიმრავლის ქვესიმრავლე. ესეც მურჩა. მოდი ახლა ვნახოთ, რა ოპერაციები გვაქვს სიმრავლებზე. პირველი იყოს თანაკვეთა. ორი სიმრავლის თანაკვეთა გვაძლევს ახალ სიმრავლეს, მაგრამ რა ელემენტებს შეიცავს ახლა ის? ის შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომელიც მოიძებნება ისევე როგორც პირველ სიმრავლეში, ასევე მეორე სიმრავლეში. ანუ A-სა და B-ს თანაკვეთა მოგვცა სიმრავლე, რომელშიც მხოლოდ 10-იანი არის და თუ დაკვირდებით 10-იანი არის A სიმრავლეშიც და B სიმრავლეშიც. სხვა ელემენტები ფიზიკურად ან მხოლოდ ერთში იყო, ან მეორეში, ანუ თანაკვეთაში არ დაგვჭა. დიაგრამაზეც ხედავთ, რომ 10-იანი არის საერთო, შესაბამისად მათი თანაკვეთა გამოვა მხოლოდ ეგ ერთი ელემენტი გაფერადებული. ახლა ვნახოთ გაერთიანება. გაერთიანებაც ისევე როგორც თანაკვეთა გვაძლევს ახალ სიმრავლეს, მაგრამ ის განსხვავებაა, რომ მასში გვხვდება ელემენტები, რომელიც მოიძებნება ან A სიმრავლეში, ან B სიმრავლეში. ანუ არა აუცილებელი რომ ორივე სიმრავლეში იყოს, თავარია ერთში მაინც იყოს. შესაბამისად, დიაგრამაზე თუ დავაკვირდებით, A-სა და B-ს თანაკვეთა იქნება ყველა ელემენტი გაფერადებული. და ბოლოს ვნახოთ სიმრავლეთა გამოკლება. იმისათვის რომ ერთ სიმრავლეს გამოვუკლოთ მეორე, ჯერ საჭიროა რომ გავიგოთ მათი თანაკვეთა, ანუ რა საერთო ელემენტები აქვთ. ამ შემთხვევაში უკვე ვნახეთ, რომ არის მხოლოდ 10-იანი, ანუ გამოდის რომ A სიმრავლეს ახლა უნდა გამოვაკლოთ A-სა და B-ს თანაკვეთა. და A სიმრავლეს რომ გამოვაკლოთ A-სა და B-ს თანაკვეთა, რომელიც არის მხოლოდ 10-იანი, დაგვრჩება სიმრავლე, რომელიც არის მხოლოდ 4, 65 და 54. დიაგრამაზეც დავაკვირდეთ, მხოლოდ მოკლდება 10-იანი. უნივერსალური სიმრავლე არის ყველა იმ სიმრავლეთა გაერთიანება, რომელზეც რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ. ანუ ამ შემთხვევაში გქონდა A და B სიმრავლე, შესაბამისად ორივე სიმრავლე იქნება U სიმრავლის ქვესიმრავლე. რადგან ის შეიცავს ყველა ელემენტს, რომელზეც რაიმე შემთხვევაში ვსაუბრობთ. ახლა ვნახოთ დამატებითი სიმრავლე.
დამატებითი სიმრავლე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც სიმრავლის უარყოფა. ფორმალურად ის ასე ჩაიწერება, მაგრამ მოდით დიაგრამაზე ვნახოთ და იქ უკეთესად შევძლებთ გაგებას. ანუ, თუ გვაქვს უნივერსალური სიმრავლე, როგორც ვთქვით, რომელიც ყველა ელემენტს შეიცავს და გვაქვს m სიმრავლე, m-ის უარყოფა იქნება ყველა იმ სიმრავლეთა გაერთიანება, რომელიც ამ სიმრავლეში არ შედის. ანუ, გაფერადებული იქნება m-ის გარდა მთლიანი უნივერსალური სიმრავლე. ასა და b-ის თანაკვეთა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც დაკავშირი. ანუ, თუ ელემენტი შედის ასა და b-ის თანაკვეთაში, ეს იმას გვეუბნება, რომ ეს ელემენტი ისევე როგორც a სიმრავლეში შედის, ასევე b სიმრავლეში. ხოლო ასა და b-ის გაერთიანება არის ან კავშირი. იმიტომ რომ თუ ელემენტი შედის ასა და b-ის გაერთიანებაში, ეს მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ეს ელემენტი ან a სიმრავლეში შედის, ან b სიმრავლეში. ხოლო as დამატებითი სიმრავლე არის as უარყოფა. მოდი ახლა ვხსნით მიმდევრობა, რომელიც თითქოს გავს სიმრავლეს, მაგრამ ბევრი განსხვავება მათ შორის. შესახედაობით, თუ დავაკვირდებით, მიმდევრობას აქვს სწორი ფრჩხილები, ხოლო სიმრავლეს, როგორც უკვე ვნახეთ, კლაკნილი ფრჩხილები. ასევე მიმდევრობაში მნიშვნელობა აქვს, როგორ თანმიმდევრობით დავალაგებთ ელემენტებს. მაგალითად, 1-2-3 მიმდევრობაში არ არის 1-3-2 სტოლი. თუ გახსოვთ, სიმრავლეში ისინი ერთმანეთის სტოლი იყო, რადგან იქ არ გვაინტერესებდა რა თანმიმდევრობით დავწერდით ელემენტებს, მაგრამ აქ გვაინტერესებს. ასევე თუ ელემენტებს გავიმეორებთ, მაგალითად ორიანი მეორე მაგალითში არის ორჯერ გამეორებული, ესეც უკვე სხვა მიმდევრობაა, ამიტომ ისინი ერთმანეთს აღარ უდრის. თუ მიმდევრობაში გვაქვს 3 ელემენტი, მას ვიძახით 3-ეულს, თუ 2 გვაქვს ვიძახით 2-ეულს, 5 თუ გვაქვს 5-ეულს და ზოგადად k ელემენტი თუ გვაქვს, მას ეწოდება k-ეული. ანუ დაალაგებული წყვილი იწერება სწორი ფრჩხილებით, ხოლო დაუვაგებელი წყვილი, ანუ სიმრავლე იწერება კლაკნილი ფრჩხილებით. დეკარტული ნამრავლი ერთმანეთთან აკავშირებს სიმრავლეს და მიმდევრობას. ანუ როგორც მაგალითზე ხედავთ, a სიმრავლე შედგება ორი ელემენტისგან 0 და 1. ხოლო ქვემოთ ნაჩვენებია a სიმრავლის დეკარტული ნამრავლი ისევ თავისთავად, ანუ a სიმრავლესთან. ის გვაძლევს ახალ სიმრავლეს, რომლის თითოეული ელემენტი არის მიმდევრობა. ხოლო ეს მიმდევრობები ჩაიწერება შემდეგნაირად. ამისათვის საჭიროა, რომ a სიმრავლის ყველა ელემენტს შევსაბამოთ მარჯვენა მხარეს a სიმრავლის ისევ ყველა ელემენტი. ანუ გამოდის, რომ ყველა ელემენტთა კომბინაციას ვიღებთ. რა თქმა უნდა, დეკარტული ნამრავლი მარტო თავისთავად არ არის შესაძლებელი, ასევე შეგვიძლია სხვა სიმრავლესთანაც გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში b სიმრავლე გვაქვს, რომელიც ელემენტთა რაოდენობა არის 3 და გვაქვს a, b და g, ხოლო მათ დეკარტული ნამრავლი მოგცემს შემდეგ მიმდევრობებს: 0a, 0b, 0g. ანუ a სიმრავლეს პირველ ელემენტს ჯერ შევსაბამეთ b სიმრავლეს ყველა ელემენტი. შემდგომ a სიმრავლეს მეორე ელემენტს შევსაბამეთ b-ს ყველა ელემენტი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკარტული ნამრავლი გვაძლევს სიმრავლეს, რომელთა რაოდენობა, ელემენტთა რაოდენობა არის a სიმრავლის ელემენტთა რაოდენობისა და b სიმრავლის ელემენტთა რაოდენობის ნამრავლი. ანუ 6. დეკარტული ნამრავლი არა მარტო ორ სიმრავლეს შეგვიძლია გავუკეთოთ, არამედ რამდენიმე არ ვართ შეზღუდულები. ანუ მაგალითზე ხედავთ, რომ დეკარტული ნამრავლი გაკეთებულია k სხვადასხვა სიმრავლეზე. შესაბამისად, ის მოგცემს სიმრავლეს, რომლის თითოეული ელემენტი არის მიმდევრობა, ხოლო მიმდევრობაში ჩაწერილია k ელემენტი a1-დან a-მდე. თუ დეკარტული ნამრავლისას ვიყენებთ 1 და იგ სიმრავლეს, ანუ ამ შემთხვევაში b სიმრავლე ერთმანეთზე გადამრავლებულია k-ჯერ, ის მოკლედ შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც b ხარისხად k. ანუ წინა მაგალითში რო იყო a დეკარტული ნამრავლი a, მისი მოკლედ ჩაწერა შეგვიძლია როგორც a კვადრატი. მოდი ახლა ავხსნათ რა არის ფუნქცია. ფუნქცია უკვე პროგრამირებაში გეცოდინებათ. მათემატიკურ ფუნქციაზე ზუსტად ისიც დამყარებული, მაგრამ მოდი ვნახოთ უფრო დეტალურად. ფუნქციის შემთხვევაში გვაქვს ორი სიმრავლე, ამ შემთხვევაში x და y, ხოლო f არის რაიმე პირობა, რის მიხედვითაც x სიმრავლეში არსებული ელემენტები გადაიყვანება y სიმრავლეში არსებულ ელემენტებში. ანუ ფუნქცია გამოდის ეგრეთ წოდებული ასახვა. დიაგრამაშიც ვნახოთ x და y სიმრავლეები, რომელშიც ჩადებულია ელემენტები. ხოლო ჩვენი f-ი გვიმატებს ისრებს, რომელიც მარცხენა მხარეს არსებულ ელემენტებს აკავშირებს მარჯვენა მხარეს არსებულ ელემენტებთან. f-ის პირობა, აუცილებელი პირობა არის ის, რომ x ელემენტის ყველა ელემენტი შესაბამებოდეს რომელიმე ელემენტი y სიმრავლიდან. არ არის აუცილებელი, რომ ის არ მოდიოდეს y სიმრავლის ყველა ელემენტთან. ამ თუ ავიღებთ რომელიმე ერთ ელემენტს x-დან, ამ შემთხვევაში x1, მისი y სიმრავლის შესაბამის მნიშვნელობა იქნება fx1. როგორც ვთქვით, არ არის აუცილებელი, რომ y-ის ყველა ელემენტთან მოდიოდეს ის არის.
ხოლო იმ სიმრავლეს, რომელიც შეიცავს ყველა იმ ელემენტს, რომელთანაც ის არის კავშირდება, ეწოდება ანასახი. დავარქვათ, მაგალითად, R. აი ამ სიმრავლეს. R კი რა თქმა უნდა შედის Y სიმრავლეში, მაგრამ შეიძლება მისი ტოლიც იყოს. მოდი ფუნქციის კონკრეტული მაგალითის განვიხილოთ. გქონდეს ფუნქცია, რომელიც სიმრავლეს ასახავს თავის-თავში. 4 ელემენტიანი სიმრავლე იყოს 12, 3, 6 და 9. ესენი იყოს ელემენტები და განვიხილოთ საათის მაგალითი. აქ წესით 12 შემდეგ უნდა მოვიდოდეთ 3, ხო? შესაბამისად, როდესაც n 12-ია, f მაინც უნდა ასახოს 3-ში. ანუ f-ნის მნიშვნელობა უნდა იყოს 3, რაც მართლაც ეგრეა. 3 შემთხვევაში 3 უნდა აისახოს 6-ში. ანუ f-ნის მნიშვნელობა არის 6. იგივე 9-ზეც, 9-ში გადავდივართ და ბოლოს 9 გადმოდის 12-ში. მაგრამ რა ხდება ახლა? როგორც საათი წრეზე ბრუნავს, 12 შემდეგ ისევ თავიდან დაიწყებს 3-ისკენ სიარულს, აქაც იგივეა, რადგან როდესაც 12-ში ავსახავთ, უკვე 12 ისევ გადადის 3-ში, ხო? დავუბრუნდებით საწყის პოზიციაზე. მოდი ცოტა ხნით ახლა დავიწყოთ საათის მაგალითი, შემდეგ მოვუბრუნდებით, მანამდე კი განვიხილოთ ნაშთთა არითმეტიკა. როდესაც 2 მთელ რიცხვს ყოფთ ერთმანეთზე და პასუხიც გვინდა რომ მთელ რიცხვი მივიღოთ, შეიძლება მოგრჩეს ნაშთი. როდესაც 18 გავყოფს 12-ზე, მივიღეთ 1, მაგრამ 6-იანი მოგრჩა. გამოდის რომ 6 ყოფილა ნაშთი. ეს მას ნიშნავს რომ 18 ყოფილა 12 ჯერ 1 + 6. 18 არის გასაყოფი, 12 არის გამყოფი, 1 არის განაყოფი, ხოლო 6 არის ნაშთი. ნაშთი შეიძლება იყოს 0-სა და გამყოფს შორის. რადგან თუ მაგალითად რიცხვს ყოფს 12-ზე, შეუძლებელია ნაშთი დაგვრჩეს 13. რადგან 13-ში 12 მოთავსდება, შესაბამისად ნაშთი გამოვიდოდა 1. ეს ჩანაწერი შეიძლება პროგრამირებაში შეგხვედრიათ. პროცენტი გამოიყენება იმისთვის, რომ გავიგოთ მარცხნივ რიცხვი, რომ გავყოთ მარჯვნივ რიცხვზე, რაც მივიღებთ ნაშთს. ანუ თუ მაგალითად x არის 5, 5% 2, მის მნიშვნელობა იქნება 1. აქ კი წერია ბულიან გამოსახულება, ანუ თუ ამ გამოსახულებას მნიშვნელობა იქნება true, ანუ ჭეშმარიტია, გამოდის რომ x ყოფილა კენტი, ხოლო თუ მცდარია, ანუ false, გამოდის რომ x ყოფილა ლუწი. როგორც ხედავთ, თუ x-ის მაგურად ლუწს ჩავსვამთ, ამის მნიშვნელობა გამოვა 0, ხოლო თუ კენტს გამოვა 1. აქ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს პროცენტი 2, აი ამ მთელი რიცხვების სიმრავლეს ყოფს ორ ნაწილად. ლუწები ცალკე, კენტები ცალკე, რადგან რაღაც პირობით ერთმანეთის მსგავსები არიან. მაგრამ როგორ შეგვიძლია გამოსახოთ აი ეს მსგავსება? ამას ვიყენებთ ნაშთების ტოლობას. თუ გვაქვს მაგალითად ორი რიცხვი a და b და ორივეს n-ზე გაყოფისას ნაშთი ერთმანეთის ტოლია, შეგვიძლია აი ესე ჩავწეროთ. ანუ 100 და b-ს n-ზე გაყოფისას ნაშთი გვრჩება იგივე. თუ 10-ის და 24-ის ორზე გაყოფისას ნაშთი არის 0, ეს ჩანაწერი სწორია, რადგან 10-ის ორზე გაყოფისას ნაშთი 0-ია, 24-ის ორზე გაყოფისას ნაშთი 0-ია, ანუ 0 ტოლია 0-ის. კარგი, მოდი დავუბრუნდეთ საათს და ეს უკვე აღარ გამოგვადგება. მოდი მთლიანად შევავსოთ ჩვენი საათი. ანუ 0-დან 11-მდე ყველა რიცხვი გქონდეს და შესაბამისად შესაძლებელი იქნება ჩვენი f ფუნქციას, რადგან უკვე სხვა სიმრავლეები დაგვჭირდება. ჩვენს განახლებულ ფუნქციას ნატურალური რიცხვები 0-ის დამატებით გადაჰყავს სიმრავლეში, რომელიც შედგება 0-დან 11-მდე რიცხვებით. მოდი ჩვენი f-ი ავხსნათ შემდეგნაირად. როდესაც იღებს x, გავყოთ ის 12-ზე და დარჩენილი ნაშთი, რაც იქნება, ის იქნება ის მნიშვნელობა, რომელთანაც აისახება ჩვენი x. ანუ თუ მაგალითად არის 13, 13 გაყოფილი 12-ზე გვაძლევს ნაშთს 1-ს, ანუ გამოდის რომ ის აისახა ერთიანში. ანუ 13 საათი როდესაც გავა, ეს ნიშნავს რომ ერთხელ მთლიანად შემოვილია წრე და შემდგომ 1-ით უნდა გადაინოსოს, ხო, ანუ გახდეს პირველი საათი. ნაშთთა არითმეტიკას მეურნეერად საათის არითმეტიკასაც უწოდებენ, სწორედ ამიტომ ავიღეთ ჩვენს საათის მაგალითი ამის ასახსნელად. აი ეს ყველაფერი შეგვიძლია მოკლედ ჩავწეროთ. როდესაც ფუნქცია ნაშთავს და რიცხვს ისე ასახავს, ამის აღსაწერად ვიყენებთ z-ს. ანუ z18 ნიშნავს, რომ რიცხვს ჯერ 12-ზე გაჰყავს და აქედან მიღებული ნაშთი იქნება ჩვენი ასასახი რიცხვი. მხოლოდ ერთი თემა დაგვრჩა განსახილველი, რომელიც არის მრავალწევრი, ანუ პოლინომი. მრავალწევრი არის წევრთა ჯამი. მაგრამ რა არის თითოეული წევრი? წევრი მიიღება კოეფიციენტებისა და ცვადებისგან. ანუ, როგორც მაგალითში ხედავთ, 4 გამრავლებული x-ზე, გამრავლებული x-ზე, კიდევ გამრავლებული x-ზე, ანუ 3-ჯერ გამრავლებული y-ზე გვაძლევს 4x კუბ y-ს, რომელიც არის წევრი. კოეფიციენტი არის 4, ხოლო ცვლადები იყო 3-ჯერ აღებული x-ი და ერთხელ აღებული y-ი. მეორე მაგალითს ვნახოთ, ამ შემთხვევაში კოეფიციენტი არის -3, ხოლო ცვლადები გვაქვს x-ი და y-ი.
ეს კი არის უკვე მრავალწევრი, რომელიც შედგება 4 წევრისგან. პირველი 2 წევრი უკვე ვნახეთ, ხოლო დამატებით 2 წევრი არის y, რომლის კოეფიციენტიც არის 1 და მეოთხე წევრი არის კოეფიციენტი 5, სადაც ცვლადები საერთოდ არ გვაქვს. ესეც შეიძლება. ეს კი უკვე არის მრავალწევრი 4 წევრით. კიდევ ერთ რამ რაც უნდა ვიცოდეთ, არის მრავალწევრის ფესვი. მრავალწევრის ფესვი არის ცვლადების ისეთი მნიშვნელობები, რომლებთა ჩასმის შედეგად მრავალწევრის მნიშვნელობა ხდება 0. ანუ ჩვენს მაგალითში, თუ x და y-ის მნიშვნელობებს ავიღებთ როგორც 0 და -5 და ჩავსვამთ ამ მრავალწევრში, მივიღებთ რომ მართლაც ვიღებთ 0-ს. ანუ გამოდის რომ x და y, რომელთა მნიშვნელობებიც არის 0 და -5, ეს ყოფილა ფესვი. მოდი ექსპონენციური ფუნქციას ვნახოთ, რომელიც განმარტებად ძალიან მარტივია. ფუძეში არის მუდმივა, ხოლო ხარისხში ცვლადი. და შესაბამისად ვიღებთ რომ f-ი არის ახარისხად n. თუ a არის 1-ზე მეტი, ეს ფუნქცია გამოდის ზრდადი, ხოლო თუ 0-სა და 1 შორისაა, გამოდის კლებადი. თუ 1-ზე მეტია, მოდი ვნახოთ, რამდენად სწრაფად იზრდება ჩვენი ფუნქცია. თუ დაკვირდებით, 1-ის შემთხვევაში 2-ს ვიღებთ, 5-ის შემთხვევაში 32-ს, 10-ის შემთხვევაში 1024-ს და აი 20-ზე უკვე ძალიან გაზრდილია, ხოლო 100-ზე გამოგვდის დაახლოებით 1030 ხარისხი, რაც ზედმეტად დიდი რიცხვია. და ჯერ კიდევ n-ი 100-ია. ანუ არც ისე დიდი რიცხვი ავიღეთ, ხო? ანუ გამოდის რომ ექსპონენციური ფუნქცია ყოფილა ძალიან მზარდი. სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი სემინარი. ახლა კი დაელოდეთ ჩვენს საბოლოო ლექციას, რომელიც იქნება ორ ნაწილად დაყოფილი. ძალიან დიდი მასალა, ოღონდ ძალიან საინტერესო, ასე რომ ყველას გირჩევთ რომ ორივე ნაწილს უყუროთ ბოლომდე. აბა კარგად.